გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 21 მარტია და მინდა ყველა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ქვეყანაში, მუსლიმურ სამყაროში მიულოცო მათი ახალი წელია, ნოვრუზ ბაირამია და მათი ახალი წელი მიულოცოთ ღმერთმა ქნას ჩვენთვისაც, მათთვისაც ყოფილიყოს ბედნიერი ეს წელიწადი და ღმერთმა ქნას რომ მშვიდობა ყოფილიყოს. მშვიდობა მათ ქვეყნებში, მშვიდობა ჩვენთან. პირველ რიგში ასევე მინდა ჩვენს აჭარელ და აჭარაში მყოფ მუსლიმებს, ასევე ყველა მუსლიმ ქართველს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიულოცო, ასევე მეზობლებს მიულოცო, აზერბაიჯანს მიულოცო, ირანს, თურქეთს. ჰიჯრით, ანუ 622 წელს ითვლება, რომ მათი ათვლა ჩვენ თუ გვაქვს ქრისტიანული კალენდრით, რომ ქრისტეს შობიდან მოვდივართ, ზუსტად ისევე მათაც აქვთ ათვლა, იმიტომ რომ მანამდე არსებობდა და სხვა ათვლები, კარგად იცით თქვენ, რომ ჩვენც ასე ვამბობდით, ხო, დასაბამიდან და დაახლოებით 5000 წელზე მეც ვითვლიდით, ასევე აქ ჩინეთსაც, ასევე აქ იაპონიასაც და მერე უკვე ქრისტედან დავიწყეთ ათვლა ჩვენი, ასე ვთქვათ, წელთაღრიცხვის ქრისტეს შობიდან დავიწყეთ, თუმცა ცოტა გვიან დამკვიდრდა, დაახლოებით მე-7 საუკუნეში, როდესაც უკვე მოხდა მთლიანად როგორც კალენდრის, ასე ვთქვათ, მიღება და გავრცობა მისი და მაშიც რა ქვია 638 წელია მგონი ომარმა ხალიფა ომარმა 622 წელი მიიჩნია ანუ მექადან მედინაში როდესაც გადავიდა მუჰამედი ამ პერიოდიდან იწყება მათთვისაც ათვლა ეს იმიტომ ვთქვი რომ მიუხედავად იმ განსხვავებული სხვადასხვა იმაში ვცხოვრობთ ასე ვთქვათ წელთაღრიცხვაში ხო მიუხედავად ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამე საერთო ამ ადამიანებს ერთმანეთის რელიგიებსაც პატივსცემთ ერთმანეთის თუნდაც ამ წელთაღრიცხვებსაც პატივსცემთ და ვახერხებთ იმას რომ ვიცხოვროთ სამყაროში თანაცხოვრება მოვახერხოთ ამას იმიტომ ვამბობ რომ დღევანდელ დღეს ჩვენთან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც არის სწორედ ის რომ რამდენად შეგვიძლია თანაცხოვრება იმ ადამიანებს, რომლებიც არათუ განსხვავებულ წელთაღრიცხვებში, არათუ განსხვავებული რელიგიებით, არამედ ერთი რელიგიის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ერთი თითქოს და კულტურის და ცივილიზაციის მყოფ ადამიანებს, იმ განსხვავებულების გამო ერთმანეთი მიგვაჩნია მტრებად, ერთმანეთი მიგვაჩნია აგენტებად, ერთმანეთთან გვაქვს ისეთი დაპირისპირება, რომელიც გადაზრდილია, ნუ არ ვიცი ამას უკვე რა დავარქვა, რა ფორმებში, იმიტომ რომ ვცდილობ იმას, რომ არასდროს რაღაცა ზღვარს არ გადავიდე, როცა ადამიანები ელემენტარულად იმაზეც კი მიდის ხანდახან დავა რომ ერთმა მეგობარმა მეორე მეგობარს იმის გამო რომ ისინი განსხვავებულ სოფხედველობით უყურებენ თქვა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს დაბადების დღე რომ მიულოცა ამაზე მიდიოდა რა ვიცი 2-3 დღე კამათი ჩხუბი და მთელი ამბავი რომ როგორ იმას ვინც ჩვენ მტრად მივიჩნევთ შენ რატომ ულოცავ დაბადების დღეს ესე იგი კარგ რამეს უსურვებ და ასე შემდეგ ამის გამო მიდიოდა ასე თქვა ჭიდაობა და ომი აქედან გამომდინარე მინდა ხოლმე რომ ადამიანებმა რაღაცებზე ცოტა ისეთზე ვიფიქროთ და ისე წარუმართოთ ჩვენი აზროვნება რომ რაღაცის შეფასება სანამ გავაკეთებთ და შეფასება ხშირად მithქვია ხოლმე რომ გავს იმას რომ როგორც სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს როცა გამოგაქვს ხო და თითოეული ადამიანი როცა რაღაცა მოვლენას აფასებს როცა რაღაცა ქმედებას აფასებს როცა ადამიანის ქმედებას აფასებს ამა თუ იმ სიტუაციაში ხო მან უნდა ორივე მხარე ანუ ბრალდების მხარეც და დაცვის მხარეც თვითონ თავის წარმოდგენაში ორივე უნდა გაიაროს და ამის მერე მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას რაღაცაზე რომ ესეა შეაფასოს თავის შეფასება გააკეთოს ჩვენ ამას ნაკლებად ვაკეთებთ უფრო მეტად ვართ ბრალდების მხარეში ხოლმე საერთოდ დაცვის მხარეს უარყოფთ ის კი არა ადამიანების გარკვეული ნაწილი იმასაც წერდა Facebook-ზე რომ ისო ვინცო იცით თქვენ ის მოხდა რა ქვია მკვლელობა მოხდა ახლახან ძალიან გახმაურებული მკვლელობა იყო და ვინცო იმის ადვოკატობას იკისრებსო ის ადამიანიო მტრად და მოღალატედ გამოვაცხადოთო და მე მახსოვს და ხათაშორის დავწერე კიდევაც Facebook-ში გვარს და სახელს ახაც არ ვიტყვი მინისტრის მოადგილე იყო კაცო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და გურწფელად თქვა ეს არის 90-იანი წლები 92-95-ის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტს მოგმართა იმითი რომ ადვოკატებიო ჩემს დაჭერილ ხალხსო
გამოდიან, იცავენო და მე სასამართლო ამათ უშვებს და ხელს გვიშლიან მუშაობაშიო და თუ გინდათ რომ კანონი იყოსო, თუ გინდათ რომ სამართალი იყოს და თუ გინდათ რომ დანაშაული არ იყოსო, საერთოდ ადვოკატები როგორც ესეთი გავაუქმოთ საერთოდ. ასეთი აზროვნებაც კი ქონდა, მე შევარდნაძე როგორც ყოველთვის მოახერხა ის რომ ეს ძალიან რომ არ გასულიყო გარეთ და ყველანიც ვეცადეთ იმას რომ ასეთი ხედვა ჩავთვალეთ რომ ეს ადამიანი ალბათ ხუმრობს და იმიტომ ამბობს ესეთ რაღაცას ხო. ადამიანებს ასეთი წარმოდგენები ხა მინისტრის მოადგილეს რომ ქონდა რა უნდა მოვთხოვო სხვა ადამიანებს რომლებსაც ნებისმიერი ადვოკატირება გონია რომ ცუდ საქმეს აკეთებს და ცუდი ადამიანი აბა რატო იცავს რა ქვია დამნაშავეს ხო ასე ფიქრობენ ასე ხედავენ ადამიანების დიდი ნაწილი და რადგანაც ამ დაბადების დღეს სასამართლოს მე სხვათა შორის ეხლა მინდა ამაში ცოტა სუბიექტურიც ვიქნები თუმცა იმ ადამიანს რომელიც მარტო იმიტომ არა რომ ჩემი ძმა არის დღეს ქონდა დაბადების დღე დღეს ქონდა სასამართლო პროცესიც ადამიანი რომელიც მართლაც ყველანაირი უსამართლობის ფორმა რაც კი რამე შეიძლებოდა ხო 9 თვის განმავლობაში იჯდა და 9 თვის მერე გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა იმიტომ რომ ასე მართლაც ტყუილა ქონდა ის ბრალდება წაყენებული და სასამართლომ ეს გაითვალისწინა და გამოუშვეს მაგრამ მე რამოდენიმე დღეში ისე უკან დაიჭირეს რაც ვიცოდით კიდევაც რამოდენიმე დღეში და ჩადების ასე ვთქვათ ის ფაქტები მოხდა და სხვათა შორის მის შვილს რომელიც არის ცნობილი ქართველი თავიანთ თავს კი მოჩხუბრებს ეძახიან რომ ბრძოლა წესების გარეშე ჩემპიონი MMA-ისი იყო UFC-ში და როცა დაწერა მამამისზე რომ ესეთი ამბავი ხდება და სადღაც აქ ქვეყანაში ვართ ვიღაცები წერდნენ რომ სანამ ეგო თქვენ არ შეგეხოთო მანამდეო ხმას არ იღებდითო და არაფიქრობდით იმას რომ თურმე ესეთი ადამიანებს უდანაშაულოთ იჭერენო და მათაც ვეუბნები და კიდე ბევრსაც ვინცაც შეიძლება კიდე გაუშვეს ეს აზრი რომ ჩვენ ამას დიდი ხანია ეს ადამიანები ეხლა შეეხნენ. ადამიანებმა ეხლა ნახეს რა უსამართლობა ხდება სასამართლოში. ეხლა ნახეს ძალოვან სტრუქტურებში რა უსამართლობები ხდება. თორე ეს უსამართლობები დაწყებული, არ ვიცი, ალბათ ცოტა ძნელი აღსაქმელი იქნება. ამის თქმა ბევრი ადამიანს, მაგრამ შევარდნაძის სასამართლოც კი ბევრად უკეთესი იყო იმ ორ სასამართლოსთან, რომელიც სასამართლოები ჩვენ მერე გვქონდა. აქილევსის ქუსლი გახდა სასამართლო სისტემა. ძალოვან სტრუქტურებზე აღარ ვლაპარაკო, პირველ რიგში სასამართლო სისტემა ეს არის ერთ-ერთი ხელისუფლება. თუ კი დემოკრატიაზე საერთოდ ვლაპარაკობ და პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე, არადა ჩვენში უკვე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც უკვე დემოკრატიაც აღარ უნდათ საერთოდ, და ადამიანები ამბობენ, დიქტატურაც კარგი რამეა და სტალინის გამართლებაც ასე ვთქვათ ხდება სწორედ იმით, რომ აბა როგორ გინდა მართო, აბა სხვანაირად და გონიათ, რომ სტალინმა მოიგონა დიქტატურა. და ამ ადამიანებსაც გონიათ, რომ ჯერ მიშამ მოიგონა დიქტატურა და მერე ეხლა ფიქრობენ, რომ ბიძინამ მოიგონა. მართლობის ეს ფორმა ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა და დიდი ხანია ადამიანები 3000 წელი ადამიანები პლატონიდან არისტოტელიდან მოყოლებული ფიქრობდნენ იმას რომ ეს ფორმა მართლობის ეს ფორმა როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო და დემოკრატიის პირველი ეს ბერძნული დემოკრატიის ფორმები მე რომაული დემოკრატიის ფორმები რომლებმაც საბოლოო ჯამში ხო ფრანგების დიდი დამსახურებაა ეს ხო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ სწორედ ფრანგებმა და მონტესკიეს ის მოდელი რომელი მოდელიც მე უკვე ინგლისის ყოფილ კოლონიაში რომელიც აუჯანყდა ინგლისს და ეს იყო ამერიკა აი იქ ეს მოდელი განავითარეს ჩადეს და ეს მოდელი გახდა ბოლო 300 წელიწადია ყველასთვის მისაბაძი მოდელი და ისე რომ ექსპორტირებას უკვე ამერიკაში ეს დამკვიდრებული ფორმა სახელმწიფოს მართვის თანდათანობით ასე დაერქვა დასავლური ცივილიზებული სამყაროს საყრდენი გახდა და რომელიც ჩვენთვისაც მისაბაძი იყო აი 18-21 წლებზე როცა ვლაპარაკობთ ჩვენ არათუ მისაბაძი არამედ ბევრ რამეში გავუსწარით კიდევაც ანუ ჩვენი შინაგანი მზაობა ქართული კულტურის ქართული აზროვნების თუმცა უდღეური აღმოჩნდა უდღეური იმიტომ არ აღმოჩნდა მარტო რომ დემოკრატია იყო და ამიტომ აღმოჩნდა თუ დიქტატურაც რო ყოფილიყო მაინც შეიძლება უდღეური აღმოჩენილიყო იმიტომ რომ რეალურად მაშინ ვერ შევძელით ის რომ თავი ისე დაგვეცვა და სწორი პოლიტიკა ისე წარგვემართა რომ რეალურად მარტონი არ აღმოჩენილიყავით მაშინაც თუნდაც იმ რუსული ასე ვთქვათ ძალის საბჭოეთის რომელიც გასაბჭობდა ამ ძალის წინააღმდეგ ხო დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვართ და დღესაც იმ ადამიანების დიდ ნაწილს მე არა მარტო ჩემს ძმას არამედ ყველა პატიმარს ამ მნიშვნელობა აქვს ზოგს სინდესის პატიმარი ქვია ზოგს პოლიტპატიმარი ქვია ზოგს სულებითაც რომ საწინააღმდეგოდ მიაჩნია დამნაშავე რომ ქვია აი მსუ ყველა პატიმარს მინდა რომ უსურვო რომ მართლაც თავისუფლებაზე მალე გამოსულიყოს იმიტომ რომ ამაზე დიდი საშინელება როცა ადამიანი შეზღუდული ხარ ფიზიკურად თორე თავისუფლება
სინამდვილეში თავისუფლებას ვერ შეზღუდავს ვერანაირი, ვერც ციხე, ვერც 4 კედელი, ვერაფერი ვერ ზღუდავს თავისუფლებას, ეს დამტკიცებული, და თავისუფლება გონებაშია. თავისუფლება არის ადამიანის ყოფიერებაში ყოფნა, ადამიანის გონიერებაში ყოფნა იმისა, რასაც მას მიაჩნია თავისუფლება რა არის. თორე შენ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს, შეიძლება დასაჯვეს ადამიანი, შეიძლება ატკინო, შეიძლება არ ვიცი, ყველანაირი ზემოქმედება მოახდინო, მაგრამ თავისუფლება ვერ გაუტეხო მას და თავისუფლება ვერ შეუზღუდო. და შეიძლება ადამიანი გარეთ იყოს და ერთგვარი ასე თქვა თავისუფლება კონდეს გადაადგილების, სიტყვის, ლაპარაკის, მოქმედების, ურთიერთობის, მაგრამ ის თავისუფალი მაინც არ იყოს. და სად გადის ეს თავისუფლება და რა არის თავისუფლება? ეს ღრმა თემაა. ამ თემაზე ზოგიერთ ადამიანს გონია თავისუფლება არის შეზღუდვების მოხსნა. თავისუფლება არის ვალდებულებებისგან განთავისუფლება, რაც მცდარია თავიდანვე. იმიტომ რომ ვალდებულებებმა შექმნა ადამიანი. ვალდებულებებმა ჩამოაყალიბა ადამიანი ადამიანად და განასხვავა ცხოველისაგან. აქედან გამომდინარე თვითონ როდესაც ადამიანთა საზოგადოება ადამიანი თავს რამეში ივალდებულებს, ეს არის თავისუფლება სწორედ ადამიანის. და არა ის რომ ადამიანებს თავს მოხვეული, ასე ვთქვათ, უთანხმებელი ვალდებულებებს როცა ავკიდებთ ადამიანს, როდესაც ადამიანს ფასეულობების დათგუნვას ვაიძულებთ, ეს არის მაშინ თავისუფლების შეზღუდვა. და ამას მნიშვნელობა არ აქვს რომელ რეჟიმში ხდება. ამას მნიშვნელობა არ აქვს ვისი სახელი და გვარის მატარებელი ესა თუ ის მთავრობა და ხელისუფლება. სააკაშვილი ერქმევა, ივანიშვილი ერქმევა თუ ნებისმიერი სხვა ერქმევა. და ადამიანის მდგომარეობა როგორია? ადამიანთა დიდი ნაწილი მართლაც არც იცის რა არის თავისუფლება. არ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლა რა არის, რომელიც ეს კიდე ცალკე თემაა, ხო? გამოხატვის, ვთქვათ, რაფორმებს და როგორ ატარებ, ეთიკის ნორმებს იცავ თუ არ იცავ, გამოხატვის თავისუფლება, სად არის ის ზღვრები, რომელიც შენ თვითონ შენივე თავი რომ უნდა შეზღუდო, იმისათვის რომ სხვისი უფლება არ დაირღვეს, ეს ცალკე ბრძოლის, მაგრამ თვითონ თავისუფლება რა არის, ბევრმა ადამიანმა ესეც კი არ იცის. იმიტომ რომ ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ ყმის, ანუ რა ვიცი, მონის შვილი თუ ის სხვა გარემოში არ მოხვდა, თუ ის თავისუფალ გარემოში არ აღიზარდა, რაღაცა მხელი ამას არ შეუწყო, ვერაფრით ვერ იქნება თავისუფალი. ამას ემსახურებოდა სწორედ ის ცნობილი ისა, როდესაც მოსემ რატომ ატარა 40 წელი უდაბნოში და თავისუფლებაში დაბადებულები რატომ უნდა შესულიყვნენ იმ აღთქმულ ქვეყანაში. ამიტომ საბჭოთა კავშირშიც და საბჭოთა კავშირამდეც არსებული თაობები, რომლებიც იზრდებოდნენ ისე, რომ მათ რა იყო თავისუფლება საბოლოო ჯამში ამ ადამიანებისთვის, დღესაც ეს პრობლემა გვიდგას. ხო, იმიტომ რომ იმაში რა ქვია, სახელმწიფოს მეთაურები განსაზღვრავენ და ბელადებს ვეძებთ, რომლებიც ჩვენს წარმართავენ ჩვენ ცხოვრებას. ქუჩაში პოლიციელი, მილიციელი, რა ვიცი, რაც გინდა დაარქვეთ, ისინი უნდა გმართავდნენ. სამსახურებში უფროსები უნდა გმართავდნენ. სახლში არ ვიცი, ვისაც აირჩევს, ოჯახის უფროსი იქნება, ცოლი იქნება, ქმარი იქნება, ის უნდა მართავდეს. ანუ თავისუფლება სად გადის ადამიანის და როგორ უნდა ფიქრობდეს ამ თავისუფლებას, ხშირ შემთხვევაში ადამიანს ამაზე ნაფიქრიც კი არა აქვთ. არათუ მისთვის ბრძოლისთვის არიან ხოლმე ხანდახან მზად და რა ვიცი ერთმანეთთან. აი თავისუფლება ხანდახან მიაჩნიათ ის რომ სოციალურმა ქსელმა მისცა ადამიანებს საინტერესო რამ სხვათა შორის. მათ შეუძლიათ თავიანთი აზრის გამოხატვა და ხშირ შემთხვევაში ისინი თვითონაც ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ვისაც სოციოლოგიასთან შეხება ქონია, ვისაც ფსიქოლოგიასთან შეხება ქონია, ხშირ შემთხვევაში შეხების გარდა ვიზოგს უსწავლია კიდევაც, მაგრამ თუ ეს ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს, ყოველ შემთხვევაში იმის მექანიკას მაინც მიუხვდებით, რასაც ვლაპარაკობ, ხო, მე რომ არსებობს კოლექტიური, ასე ვთქვათ, ხედვა რაღაცის. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მას კი აქვს თავისი ხედვა, მაგრამ მას აინტერესებს ეს თავისი ხედვა რამდენად ემთხვევა სხვების ხედვას. და თუ ხედავს, რომ სხვების ხედვასაც ემთხვევა და თუ ხედავს ის, რომ რაღაცა დიდი ნაწილი, რომელთანაც მას შეხება აქვს, რომ დაახლოებით ასე ფიქრობს, მაშინ ეს ადამიანი ამას თავისუფლად ამბობს და მე ექცევა იმ ზეგავლენის ქვეშ. ეს ხდება და ეს ჩვენს თვალწინ მოხდა, ხო? როდესაც პოლარულად გაიყო ადამიანები. ერთი ნაწილი ერთ და იგივე ქმედებაზე, რომელიც ხდებოდა, ვთქვათ, სააკაშვილის დროს მიაჩნია, რომ ცუდი იყო და ამბობს, რომ მასთან ბრძოლა იყო საჭირო, თუმცა თვითონ შეიძლება და უმეტეს შემთხვევაში არაფერი არ გაუკეთებია ამისთვის. უბრალოდ მოდაში როცა გახდა, რომ ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, ისიც ამბობს, რომ ამისთვის იბრძოდა. მაგრამ როგორც კი იგივე მოქმედებას, უკვე ის ხელისუფლება აკეთებს, რომელიც მიაჩნია მას, რომ ის ძველი იმიტომ დაამარცხა და ახალი იმიტომ მიიღო, რომ ეს მოსწონს მას, რომ მიაჩნია, რომ ეს ახალი ჯობია ბევრად იმას, უკვე იგივე ქმედებას, თუ ეს ხელისუფლებაც აკეთებს, თუ ეს ადამიანები აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში იგივე ადამიანები, რაც მაშინ იყვნენ, იგივე ადამიანები ეხლაც არიან. და ეს ფაქტია, ამას ვერ გავექცევით, ხო? მაშინ
პირიქით აქვს რა ქვია შეგრძნება. იმიტომ რომ ეს ნაწილი დღეს კოლექტიურად ასე ფიქრობს და აქედან გამომდინარე თავისი აზრი კი არა აქვს, თავის შეხედულება კი არა აქვს, იმიტომ თავისუფლებას ჭირდება თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ანალიზი ჭირდება. და აქედან გამომდინარე ადამიანებს გუჩნდებათ ექცევიან აი იმ გავლენაში, იმ ადამიანთა ასე ვთქვათ, იმ მასის გავლენაში, რომელიც მასაც მე ახდენს ხოლმე ზეგავლენას და ამიტომაც ხდება იმ არჩევნების დროს. ხა ჩვენ ვეკითხებით ადამიანებს არჩევანის გაკეთებას, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის სახელმწიფო, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის სამართალი, რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის სასამართლო. და ეს ადამიანები აკეთებენ არჩევანს და ამიტომაც არის მე ამაზე კი არ მსჯელობენ და ამაზე კი არ დაობენ, რომ სასამართლო რამდენად არის ხელისუფლება, რომელიც იმ ორმა ხელისუფლებამ, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლება ქვია, ანუ კანონებს ქმნის და ასევე მაკონტროლებელიც არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომელსაც ეს საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ყველანი ერთად ვირჩევთ, მე ლეგიტიმაციას ღებულობს რა ჩვენგან ირჩევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც მართავს ქვეყანას და არსებობს მესამე ხელისუფლება, რომელიც ამათთან არანაირ შემთხვევაში არ არის დაქვემდებარებაში. მათი მოქმედებების განსჯისთვის არსებობს. ერთგვარი ბერკეტია ჩვენი იმისა, რომ ამათზე ზემოქმედება მოვახდინოთ და როცა ეს სისტემა არ არსებობს, მაშინ ის სისტემა, რომელსაც თვლიან, რომ სამ რაღაცას ეფუძნება, სამი წყაროა, ხო? აი ამ ყველაფრის, ანუ დემოკრატია ის რაც თქვა მონტესკიემ რაც გააკეთა და შექმნა ეს იმაში თეორიაში, პრაქტიკაში ეს განახორციელეს და გააკეთეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფრანგული მოდელი ჩაიტანეს და შექმნეს ინგლისს გამოგლიჯეს ვებერთელა კოლონია, ვებერთელა სიმდიდრეებით და მათთვის ეს იყო საცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინგლისი ამ კოლონიების ხარჯზე 58 ქვეყანა და მათ შორის როგორც ესეთი ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ასეთი ქვეყნები ინდოჩინეთი ერთად იგულისხმებოდა, იყო კოლონიები მისი და ვებერთელა შემოსავალი ჰქონდა, ვებერთელა ეკონომიკა ჰქონდა და როცა ფრანგები ეჭიდავებოდნენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოეგლიჯათ ინგლისისათვის ამერიკის შეერთებული შტატები და შეიქმნა ახალი ტიპის ქვეყანა და ამიტომაც ერქვა, ხო, ახალი სამყარო, ხო, ნოვი სვეტ, ხო? და სინამდვილეში ყველაზე ძველია. ამ სისტემის ყველაზე ძველი წარმონაქმნი ის არის, პირველი წყარო ის არის, რომელმაც მე ადამ მონების განთავისუფლება გახსოვთ თქვენ, რომ ვთქვათ იგივე რუსეთში 1861 წელი იყო თუ არ ვცდები 62, როდესაც აქაც მონობიდან გაანთავისუფლეს ადამიანები, ხო? ეს მათი ზეგავლენა იყო. ხო, ასე მე მთელს უფრო ადრე ევროპაში მოხდა ეს ამბავი, მე მთელ სოფლიოში მიხვდნენ, რომ ადამიანი როგორ შეიძლება მონაყოფილიყო, ხო? ამას პირველი საფუძველი სწორედ ქრისტიანობამ ჩაუყარა, ხო? იმიტომ რომ მანამდე, ხო, ისეთი დიდი ფილოსოფოსებიც კი როგორც აგერ პლატონი ვთქვი, ხო, მასთვის მონა ჩვეულებრივი რამე იყო. მონას ადამიანად არ თვლიდა. ხო, შეეძლო ადამიანს, რომელიც რა ვიცი, აზროვნება იმის მერე დიდად არაფრით არ წასულა წინ, რასაც ის აზროვნება რაც ჰქონდა, იმ აზროვნებას ბევრით ვერაფრით ვერ გავწვდით. შეიძლება წვერს იმით ვიპარსავთ ელექტროსაპარსით და სმარტფონი გვაქვს და შეგნით ვიყურებით, თორე აზროვნებაში ბევრი არაფერი არ შეგვცვლია. ის აზროვნებაა, ის ათასწლეულებით ჩამოყალიბებული აზროვნებაა, რომელიც დღეს ამ ქართულ, ასე ვთქვათ, იმას რა ქვია, თეთრ რასას და მათ შორის ქართველებსაც და მთელს ამ დასავლურ, ასე ვთქვათ, ცივილიზაციას ასულღმულებს და სადაც კი შეეხო, სადაც კი შევიდა და სხვათა შორის იგივე აღმოსავლეთის ქვეყნებშიც ასევე ძალიან ცნობილი იყო, ამას ყველა ფილოსოფოსი იქნება თუ პოეტი იქნება, ისინი ამას თუ ადამიანი იყავი განვითარებული და წყავიც ხაიამი გინდათ თუ ფირდოუსი გინდათ თუ ვინც გინდათ, სულ ყველა მიცოდა ვინ იყო პლატონი, ხო? და ჩოულებრივი რამე იყო. ცოდნა ამისი, ხო? ასევე როგორც ჩვენც ვიცოდით, ხო? ქრისტიანობდელ იმაზე ვლაპარაკობთ და სწორედ ქრისტიანობამ შემდგომში მოახდინა ამ ყველაფრის, რა ვიცი, კვინტესენციამდე აიყვანა, როცა ადამიანი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ამიტომაც ქვია, დასავლურ ცივილიზაციას ადამიანზე ორიენტირებული ცივილიზაცია. და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ დასავლური ცივილიზაცია ვართ, ადამიანის დასავლეთი გონიათ, იმისი, რა ქვია, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით აღებული. არა, ეს აზროვნების სტილია. იმ დასავლეთში, ასე ვთქვათ, იმ ევროპაში და დღესაც როცა ვლაპარაკობ და ვიღაცებს უკვე თქვენ არ იყავით, კაცო პრორუსები, ჩვენ პრორუსებს იმიტომ გვეძახდნენ, რომ ვამბობდით იმ სისულელებზე, რომელზეც დღეს ლაპარაკობენ. თუ რომ 40 წელია დღეს იძახის ტრამპი, რომელიც ნატოზეა ლაპარაკე, კაცო ხომ არ გაგიჟდით. ხო, ეს ყველაფერი იყო რაღაცა ფორმა და თანაც მახინჯი ფორმა, ასე ვთქვათ, იმისი აგიტაციის და პროპაგანდის. ხოლო, იმიტომ რაც გავაკეთეთ, ეხლა ეს როგორ შეინარჩუნოს ამ დასავლეთმა ამაზეა, ხო ლაპარაკი. ანუ მინიმუმ რიბენტროპ-მოლოტოვის ზავი რაც იყო საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის დადებული, ფაქტიურად ამ საზღვრებზე მაინც გავიარო და თან ამ საზღვრებში თუ კიევიც აქეთკენ მოხდება და ოდესას და ყველაფერი ერთად, კიდევ უფრო კარგად ავართ, ხო? ამაზე მიდის, ხო, საუბარი, იმიტომ რომ იქ მაშინ მარტო ერთი მისი, რა ქვია, დასავლეთ უკრაინა ქონდა წაღებული.
ამ პრაგმატულ ხედვებზე აგებული ასე ვთქვათ პოლიტიკა შემოვიდა ეხლა და ჩვენ ამ დროს სად ვართ? ხო, სად ვართ, რა სიტუაციაში ვართ? ხო, გამოდის ჩვენი ხელისუფლება და ელჩო შეხვდაო და კარგიაო რაღაცებს დავალაგებთო და იმისი რა ქვია, ღირებულებათა იმას რა ვუყოთ? ხო, ვინ ვის უნდა დაელაპარაკოს, როცა მე ხშირად მithქვია ეს ამბავი, რომ ელემენტარულად ტრამპი ვის უნდა ელაპარაკოს? კობახიძეს უნდა ელაპარაკოს, რომელიც ვიცით რომ ხალხის არჩეული არ არის, ბიძინევანიშვილს მისცა ამ ხალხმა ხმა და ეს მანაც იცის. 1-2 წუთში ეხლაბე და შემოუში დავამთავრებ. თუ პუტინი ვის უნდა დაელაპარაკოს? ან იმან არ იცის? ხო, იმანაც ხომ იცის რომ ვის ელაპარაკება და საერთოდ გველაპარაკებიან რომ თელი ამ ხნის მან პრორუსულ ხელისუფლებას ვეძახიან ამას. ვიღაცასთან დალაპარაკებიან თანაშემწეს დონეზე და არ ვიცი რა ქვია, იმისი უშიშროების FSB-ს ალბათ ოფიცრის დონეზე თუა ჩვენთან ურთიერთობა და კონტაქტი. სად გვაქვს რა კონტაქტი გვაქვს, როგორ ვახერხებთ ამას? ხო, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი გახდა და ძალიან კარგია, ცუდი კი არ არის ეს, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთი პერიოდი რეგიონში წამყვანი ქვეყანა. და დღეს იმისი მოსკოვიდან ჩამოსული ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი მაშინ რა ქვია ბაქოში ჩადის, იმიტომ რომ ის არის მნიშვნელოვანი. იქ ხდება ბევრი რამე. თურქეთში ჩვენს მეზობლად რა სიტუაციაა ვხედავთ და როგორ განვითარდება მოვლენები, ამასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, ხო? იმ თურქეთში, რომელიც ამბობს, რომ ევროპასთან ინტეგრირება მინდა და შანსი გაქვთ ახლა რომ დავლაგდეთ ერთად, იმიტომ ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავით. და მასაც დემოკრატიის პრობლემები აწუხებს და აქვს ხო ამ ქვეყანას, იმიტომ რომ რეალურად ხედავთ, რომ იქაც ჯერჯერობით ჩვენზე მეტი კი აქვს სხვათა შორის. იმიტომ რომ თქვენ ნახეთ როგორ მოიგო პრეზიდენტზია საუბარი პარტიაზე, მისმა პარტიამ ფაქტურად წააგო, ეხლა გააკეთა. სულა რომ მერი დაიჭირა, რომელიც რეალური ალტერნატივა შეიძლება მისი ყოფილიყო, ხო? ანუ რთული სიტუაციაა ჩვენს გარშემო და ჩვენ რა კარტებით ვჯდებით სათამაშოდ. ზარია ეთერში და აბა მოусმინოთ პატრიციულ მაყურებელს და იმედია ალბათ თემასთან ახლოს ვიქნებით. ალო. დიახ. თქვენ და ვიკავშირეთ აქეთ რომ ხალხი ვართ და იმიტომ ვერ მოვას გისმენთ, დიახ. ხო და ვერ მოვასწარი თქვენთან დაკავშირება, რომ ნომერი გიორგიევსკიდებით არა? არა, რატო საუბრობთ, ახლა ერთად ვართ, ეთერშია თქვენი ისა. სტუმრის არის, რა ქვია, დაკავება იყო. კი, არის ხოლმე დაკავება, ხდება ხოლმე. კი ბატონო, როცა ორი ადამიანი რეკავს, არის ხოლმე რომ ერთი ზარი შემოდის, ორი ერთად ვერ შემოვა. ფიზიკურად ვერ შემოვა. ხო, არა, იმიტომ რომ ეხლა მე რომ შემომივიდა ხალხზე ვარ. იმიტომ თუ არა ბოდის გიხდით. რაზე? გისმენთ ყურადღებით. რომელს მე მისმენთ? დიახ. ბატონო გიორგი, მე მინდოდა თქვენთან დაკავშირება იქ რომ მიყავით ეთერში. თქვენ გიორგი ლომიასთან აპირებდით ეთყობა და რეკვას? მე გიორგი არა ვარ, მე გოჩა ვარ ჯოჯუა. გიორგი ლომია იყო წინა გადაცემაში. აი ჩემს წინ რო გადაცემა. ზარი შემომივიდა ეხლა მე თქვენი რომ ხალხზე ვარო და იმიტომ დავრეკე. აჰა, კარგით, აბა, მაშინ თქვენ გიორგისთან გდომებიათ საუბარი, კარგით. თუ გნებავთ მეც კითხეთ. რომ რაღაცა მე თქვა მოხუცი ვარ რაღაცა და რომ მეც ჩემი აზრი გამომეხატა. გამოხატეთ ბატონო, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მეც და გვისმენს გარდა ჩემს გარდა კიდე მაყურებელი გვისმენს, ბევრი ადამიანი გვისმენს. კი ბატონო, მაშინ ვიტყვი მე რომ 78 წელს ორი ვლაპარაკობთ. არა, გისმენთ. 78 წელს ბრძანდებით, ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ და კარგად. მე ვარ სტუდენტი ვიყავი იმ კომუნისტობის დროს. მაშინ ქონდა ლენინური სტიპენდიაც რომ ეძახით და 80 ლარი და იმათ თავს ვირჩენდით. მაგრამ დღეს ამით ვერ ვირჩენ თავს. ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს, მე რომ ამბობდი იქ გოდიში ვიღაცა კიდე ლაპარაკობს. თქვენი ხმა მეორდება, ხალბატონო. ჩემი ხმა მეორდება, მაპატიე. ხო და ახლა მე ის მინდოდა რომ მეთქვა რა სიტყვებით რაღაც თავრობაზე და რაღაცა. თავრობაზე არის ნარკოტიკებით გავსებული ჩვენი ქვეყანა. იმ ბატონ ბიზნეს სკვერპი ერთ-ერთი ჩამოსული სკვერპი მე ვიყავი, მე რაიონის გირეკავთ. ხო და მე მქონდა ის, რა ქვია, გაკეთებული აქ ჯერს ის ხოდა იმ დროს, როცა ბიზნესა ჩამოვიდა მეცხოველობაზე
გაკეთებული მერე მომინდა იმით რომ მეღორეობაზე გამეკეთებია და მითხრა იქ რომ გამიმარჯვეთ პირველ პროექტზე იმან ეხნიშნულმა მითხრა რომ ეხლა ჩამოდის ფულიანი კაციო და რამდენი შეგეცდებათ ჩამოიტანეთ ხელმოწერაო კი ბატონო გავაკეთე მასე მე მუშაობდი ინსტიტუტის და გასწრილი აქვს რაიონში ვარ მე წალენჯიხება ხო და ვაქცინი მქონდა და ეს რომ მივიტანე ისა მითხრეს რომ ხელმოწერა 4000 კაცის და წალენჯიხაში ეხლა 4000 კაცი ერთად არ მოიძებნება ხო და მიუტანე და გაუხარდა ყველაფერი ჩამოვა ეხლა ფულიანი კაცი და ოღონდ უნდა იყოს მომქმედი კი ბატონო მომქმედი და გავაკეთე მეღორეობა ყველაფერი დამიჯდა 12000 მანეთში ხო და ეს 12000 ჩემთვის 12 მილიონი იყო ეს კერძო ხალხისგან ავიღე ხო და მე დაფინანსება აღარ მოხდა ის რომ ჩამოვიდა არა კიდევ იქით აიღო იმ დროს ფული იმან ქართულ ბანკი გახსნა რაღაცა და კიდევ უნდა დავაფიქსიროთ და ამაზე ვიყავი წასული იმაში რა ქვიან ბაზარში ბაზარი ყველას არ შეუძლია მე არ შემიძლია ბაზარი რომელიც სწორით რომ წონიდი ის მეორე კი 9 კილოს აძლევდა კილოში და ამიტომ ვერ იმასკენი ვერ გასამიხადე ის ბალი მაგრამ ახლა ფქავრობაზე თუ მეტყვით ეს ისინი რო შეგვაქვს ის იმას თუ მომსწორ ნარკოტიკები თუ გააკეთა იმ დიზინამ ფული მეტი არაფერი არ გაუკეთებია მაგისთანა თაღლითები და ის ამძრავლებს ამ ნარკომანებს ხო და მე ისე დღესი ვარ ეხლა რომ აი გავზარდე 4 ნიშვილი 4 მილეთი უბაღლესი განათლება ყველაფერი რომელსაც და დღეს მე ვზივარ გარეთ კარში სახლი თავიდან ბოლომდე ავაშენე მაგრამ გარეთ ვზივარ იმიტომ რომ გაანადგურა ყველაფერი ნიშვილმა ნარკომანად არის ქცეული ყველაფერი და სამართალი არ არსებობს ეს ეკუთვნის 112 არ არსებობს მოვიდა რამდენჯერ გამოვიძახე იმდენჯერ კიდევ იმას მოეფერნენ ხო და რა გავაკეთე რომ მიმახეთ კეთილზე რამდენჯერ არავინ არ მომაქცია ყურადღება ხო და არ შემიძლია ასეთი ცხოვრება არ არსებობს კანონი არ არსებობს სამართალი რა გავაკეთოთ რომ მოგვაქციონ ყურადღება მოხუცებს კი აი თქვენ რასაც ბრძანებთ ეს არის ხო ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა თქვენ რამოდენიმე პრობლემას ერთდროულად შეეხეთ ახლა რამოდენიმე პრობლემა ერთად არის და ამ რამოდენიმე პრობლემას იმის მაგივრად რომ სახელმწიფოში ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებებზე ვფიქრობდით ჩვენ იმას ვფიქრობდით რომ ხელისუფლებასთან პრეტენზიები გქონდეს რომ ეს ვერ გააკეთე ამის მაგივრად მილიონნაირი პრობლემები რომელიც ასევე მნიშვნელოვანია შემოგდებული პრობლემები იმდენია და ერთმანეთს ავჭამთ ერთმანეთთან ჩხუბობთ იმის მაგივრად რომ ესენი გავასწოროთ თქვენ ახლა რა თქვით პირველი რომ იგივე თუნდაც ნარკომანები დავიწყოთ იმ თქვენს მიშვილს რაც ჭირს ხო ფაქტიურად ჩავთვალოთ რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი მე პროცენტებს ესე არ ვიტყვი არ ვიცი რამდენი როგორ პროცენტული ისა ძალიან ძნელი სათქმელია მაგრამ უდიდესი ნაწილი მაგ პრობლემის წინაშეა ჩვენ ჯერ მივეცით ადამიანებს იმისი საშუალება რომ ნარკოტიკი ქონოდათ და ლიბერალიზაციის გზაზე წავედით და რასაც ვფიქრობ რომ სწორი იყო ერთის მხრივ ოღონდ ამას უნდა მოყოლოდა მეორე რამ ამას უნდა მოყოლოდა სწორედ გარკვეულწილად პირველი რომ უნდა მომხდარიყო ტელევიზიებით, უნდა მომხდარიყო საზოგადოებაში, სკოლებში, ინსტიტუტებში, ლაპარაკი იმისი რა ზიანი მოაქვს, უნდა ეჩვენებინა რა შედეგები შეიძლება დადგეს და ნარკოტიკებმა რა შეიძლება მოიტანოს, უნდა წასულიყო რეაბილიტაციის ცენტრების, ფსიქოლოგიური ცენტრების, ფსიქიატრიული ასე ვთქვათ ცენტრების გაკეთება, ფული ამაშიც უნდა ჩადებულიყო, იმიტომ რომ ნარკოტიკებიდან შემოსული ფულის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში მიაქვს სწორედ სპეცსამსახურებს მსოფლიოში ესია. მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ არის. ამ ფულის უდიდესი ნაწილი რასაკვირველია ისევ ძალოვან სტრუქტურებს მიაქვთ, იმიტომ რომ ისინი აკონტროლებენ, იმიტომ რომ ნახევრად ჩვენ ხომ ლეგალიზაცია მოხდა, მხოლოდ დეკრიმინალიზაცია მოხდა და არა ლეგალიზაცია. მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა. და ძირითადად, სწორედ იმ ძირითადი ფულის სპეცსამსახურები რაზეც დგანან, აქედან შემოსული ფულია და ამას პრეზიდენტებიც კი შეეწირნენ, ისეთი დიდი ქვეყნების, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, როცა წავიდა ლაპარაკი რომ თუ
ჩვენ გვინდა რომ რეალურად მოვერიოთ ნარკომანიას როგორც სენს, მაშინ მოვახდინოთ მისი მართვა და მისი მართვა რომ მოვახდინო, მაშინ შემოსული ფულიც ლეგალიზებულად უნდა იხარჯებოდეს, რაც მე ჩამოგითვალეთ იმაში. და აქედან გამომდინარე, აი ეს პრობლემა დღეს რომ კანონს გაამკაცრებ, ეს არ შველის მარტო. იმ ადამიანების უდიდეს ნაწილს ეხლა მე თქვენ ამას რატო გეუნებით, იცი და ვეუნებ ძალიან ბევრი მას, რა ქვია, კიდე ტელემაყურებელს. თქვენ ჯერ არ შეგხებიათ და თქვენს ახლობლებს, ნათესებს ერთი პერიოდი ადამიანები იმ მდგომარეობამდე არიან მისული რომ ურჩევნია დაიჭირე რა ჩემი შვილი რა. მე თვითონ ხო ვერ დაგაჭერინებ. მე თვითონ აიძულებ რომ პატრულს თუ შენ დაურეკავ, ამ შემთხვევაში მოკიდებენ ხელს და წაიყვანენ. თუ არა და მხოლოდ მისი ნებით უნდა წავიდეს, სადაც არის უფასო მკურნალობა. დანარჩენ შემთხვევაში ფასიანი მკურნალობა სადაც ხდება იმ ხელა თანხაა რომ ამას დიდი შეძლებული ოჯახები, სოციალურად შეძლებული ადამიანების ოჯახებიც კი ვერ ახერხებენ არათუ იმაში, რა ქვია, რაიონებში ან თბილისში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ხო? ანუ ადამიანები იმ მდგომარეობამდე არიან მისული რომ ამობენ რომ აღარ მინდა ეს ჩემი შვილი და დაიჭირე, ჩემი ძმის შვილია თუ ისა დაიჭირე, იმიტომ რომ და ამას იყენებენ. იმის მაგივრად რომ რეალურად თანხა დაეხარჯათ, ეს მაინც თანხა ჯდება, მაინც ჩვენი გადასახდელი იქნება. თანხას რო ვლაპარაკობ, ჩვენ არ ვიხდით ამ პულს. დაჭერილს, რა ქვია, იმ ყარაული არ უნდა, დენის ფული არ უნდა, ციხეში რომ ზის ეს ფული, ხო, საიდან მიდის ეს ფული? ჩვენგან მიდის ეს ფული ისევ თქვენს პენსიას უნდა მოაკლდეს, ხო? მაგრამ სახელმწიფოს არ სურს რომ ის ფული, რომელიც წამლის გაყიდვაში, ნარკოტიკის გაყიდვაში ვებერთელა ფული კეთდება. და ეხლა ძალოვან სტრუქტურებს ამ ხელა ფული რომ მოაკლდებათ, ამის კომპენსირება რა უნდა იყოს? ფული, რომელსაც ქთამის სახით აიღებენ, ეხლა რომ არ დაგიჭირონ, ხო? ანუ ჩვენ პრობლემას კი არ ვებრძვით. ჩვენ გვთავაზობენ სხვადასხვა ვარიაციებს იმისი, რომ თვითონ არაფერი მოაკლდეთ და ჩვენი კისრიდან, იმიტომ რომ ხმით ქვიაგირებას ხშირად და ეხლაც კიდე გავიმეორებ. მათ მიაჩნიათ და ადამიანების დიდ ნაწილსაც თვითონაც რომ თავი მიაჩნიათ, ცხვრად ეგ არის პრობლემა. ცხვარს, რომელსაც პატრონი და მწყემსი ჭირდება. ცხვარს, რომელსაც როცა პატრონი იტყვის და გასაკრეჭია უნდა გაკრეჭოს და გადასახადებით ის ფული უნდა წაიღოს და ხანდა იმას ეუნებოდა ლუდოვიკოს სამი მუშკეტერი ნანახი გაქვთ, ხო, კარდინალ რიშელიე რო არის, რომელიც იმ დიუმამ ესე გამოიყვანა, თორე იმ კაცზე იდგა საფრანგეთი, კაცო, ერთ-ერთი უჭკვიანესი კაცი იყო. და იმან უთხრა ლუდოვიკოს, რომ ჩვენო უკვე კი არ ვკრეჭავთო ამ ჩვენი მოსახლეობას, ანუ გადასახადები უკვე იმხელაო, უკვე ტყავს ვაცლითო, ტყავიანად იმავშვებითო, რა ქვია, ბეწვის ერთად ტყავიც მიგვაქვს. აი ასე ტყავამდეა უკვე დასული ადამიანები. თქვენაც თქვით კიდე ფული აიღეთ, სესხი აიღეთ, კრედიტი აიღეთ. იმის მაგალითად იმაზე მიდიოდეს ლაპარაკი, ეხლა როგორც იქნა დაიწყეს, რომ თურნავასთან შეხვედრა ქონდა დეველოპერებს, ბიზნესმენებს იმას, რომ ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა. ბანკებმა უნდა დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ საშუალო ბიზნესი კვდება, საერთოდ იყვლიფება და საშუალო ბიზნესია და შეხედეთ, ქსელებმა გადაყლაპეს პატარ-პატარა მაღაზიები. იმიტომ რომ ქსელი თავისთავად ნიშნავს ერთის მხრივ ეს არის ვებერთელა სისტემა, რომელიც მონოპოლიური სისტემაა და ფასებს როგორც უნდა ისე ათამაშებენ. ხო, ერთ მაღაზიაში, როცა ჩემია ერთი მაღაზიაც, მეორეს და მესამეც, აქ ზეთის ფასს რო დავწევ დაბლა, კარაქის ფასს მოუმატებ და აქ შემოსული მყიდველი ზეთს რომ წაიყიდეს, იმიტომ რომ დაბალი ფასია, იქვე კარაქსაც ხო იყიდის და გამოვიდა რომ მე არაფერი არ წამიგია. მეორე მაღაზიაში პირიქით გავაკეთებ, იქ კარაქის ფასს დავწევ. მართავენ ამ სიტუაციას. მე იმას კი არ ვამბობ რომ ცუდები არის, არა, უნდა შეიქმნა სახელმწიფო, ამას უნდა არეგულირებდეს. იმას რა ქვია, საბანკო სისტემა, რომელიც 15-20 წლის წინაც კი განსხვავებული ყაღავლაპარაკობ კიდევ უფრო სხვანაირი გახდა. მათ დაინახეს რომ ფულის კეთება ჰაერში კეთდება, 100%-იანი, 150%-იანი მოგებებით მიდიან. ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკს იმას რა უთხრა, უხშე მოღალატებ. ეხლა თურმე ამან კანონი გამოიყო სამშობლოს ღალატზე. აო, სამშობლოს კარგი რამეა, სამშობლოს ეს კანონი გვაკლდა, თორე მისე რას ლაპარაკობ. სამშობლოს ღალატი როგორც ესეთი ზაზრასე ფუძნება. იმ მუხლებს, რომელი მუხლებიც აქამდე იყო. ოღონდ ამას დავარქვით ერთობლიობაში სამშობლოს ღალატი. ამ მუხლებზე გავასამართლეთ ვინმე? არა, სამშობლოს ღალატის კანონს ველოდებოდით და ეხლა თურმე ნახეთ რა მაგარი IFS-მი ნახეთ აგრძალა ეხლა და ამერიკელებმა გვიშველეს. IFS-ი რატომ აგრძალა? ამას რატო არავინ არ ფიქრობთ? იმიტომ აგრძალა რომ ფული რომელიც იქ იხარჯებოდა არა მიზნობრივად მიდიოდა. ავღანეთში 8 მილიარდს რო დახარჯავ ქალთა ემანსიპაციაზე, ან დეგენერატი ხარ და ამ ფულს აკეთებ, ხო? სხვა ხო არაფერი არ არის. ჩვენთან საქართველოში ფულს რომ იმაზე დახარჯავ რომ გეი პარადების მოწყობაზე ფული უნდა იხარჯებოდეს და ანუ ანტიამერიკული განწყობების ჩამოყალიბება ხდებოდა და ამან მოიკითხა რა შვებითო.
და ამათ ეს გაუხარდათ, რომ ანტიამერიკული და ამერიკელი პასუხს რომ მოგთხოვს, რომ ეს მართვის სისტემა, რომელიც შენ გაქვს, რომელ დემოკრატიულში ჯდება. სასამართლოზე აღვლაპარაკობთ, რაც მოხდა დანარჩენში როგორ არის საქმე, კაცო, იმ ორშიც და აქ რას უფრო მეტად აზიანებ. მე ამას რატო ვამბობ? მე ამას შეხებული ვარ და ვიცი, ეხლა მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეხება, თორე მე კარგად ვიცი, აი იმ ადამიანის დაბადების დღე რო იყო დღეს, ჩადებას სახელმწიფოზე აზიანებს ყველაზე მეტად მისი არასწორი მოქმედება. მოქმედება მოსამართლეს, იმიტომ რომ შენ როცა პროკურატურას და შენ როცა პოლიციას, რომელიც შენი აღმასრულებელი სტრუქტურის ნაწილია და შენს გარეშე ვერ აპრავებს ამას, იმიტომ რომ შენ უნდა გაუპრავო, არასწორი ქმედება უნდა გაუპრავო შენ სასამართლომ, ანუ ცალკე სისტემამ და აღმასრულებელი სისტემას როგორც კი ამას გაუპრავებ, დამთავრდა შენ მის დაქვემდებარებაში ყოფილხარ. ამიტომ იდის ლაპარაკი იმაზე, რომ პროკურატურა მართავს დღეს სასამართლოს, პროკურატურა მართავდა მისას დროს სასამართლოს და სასამართლო სხვა რამეა, სხვა ძალაუფლება, სხვა ხელისუფლება და როცა მიდის ლაპარაკი ინვესტორზე, რომელიც აქ უნდა ჩამოვიდეს, როცა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანებს შორის როდესაც კონფლიქტური სიტუაცია იქნება, სასამართლოში უნდა წავიდნენ და სხვაგან კი არ უნდა გაარჩიონ საქმე, მან უნდა იცოდეს, რომ ეს სასამართლო არ არის მხარე. სასამართლო გადაწყვეტილებას როგორ ღებულობს და დღეს აზიანებ იმ ადამიანის ჩაჯდომით და იმ ადამიანების ჩაჯდომით, რომლებიც არასწორად დაიჭირე, არასწორად ჩაატარე ჩხრეკა, არასწორი მოქმედებებიდან შენგან გამოწვა სასამართლო ეს იცის. სასამართლო პრაქტიკა არსებობს ამისი და გეუბნება ეს არასწორია. და ამას როცა არ ამბობს, მაშინ პროკურორმა იცის, რომ ხვალ ვისაც უნდა იმას ჩაუდევენ ისე ვის პოლიციელები. იმიტომ რომ მოსამართლე ამას გააправებს. მაგრამ თუ ერთმა მოსამართლემ არ გააправა, მეორემ არ გააправა, მესამემ არ გააправა, ეს მავნე პრაქტიკა აღარ იმუშავებს. თან ამ კანონმდებლობის დროს როცა ეს ყველაფერი გამკაცრდება, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახი უნდა გაუბედურდეს, რამდენ ოჯახს შეეხება. სანამ სააკაშვილის დროს ადამიანების დიდ მასას არ შეეხო ეს, მანამდე ყურს არავინ არ ებერტყავდა. ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა ჩაცხრილეს, ვიღაცა ციხეში აუპატიურეს, ვიღაცას არა მას არ ეხებოდა. მას მის დიდ ნაწილს ეს არ ეხებოდა, სანამ კადრები არ ნახა, სანამ მართლა არ შეეხო ამ ადამიანებს. დღესაც იგივე გზაზე ვდგევართ. დღესაც იმ გზას შეუდგა უკვე ეს ხელისუფლება, რომელიც ციხის კადრებით მოვიდა და ადამიანებს საინტერესო რაღაცა ხდება. რა მნიშვნელობა აქვს მომწონს თუ არ მომწონს ნანუკა ჟორჟოლიანი მე? ამას რა მნიშვნელობა აქვს? ან თქვენ მოგწონთ თუ რა მნიშვნელობა აქვს? როდესაც მის ფონდს კეტავ, ფონდი რომელიც 5000-იან ჯარიმას, თან ამას პირდაპირ ამბობ, აი ბავშვებს რო ეხმარებოდაო, ის გაეკეთებინაო, დახმარებოდაო. ადამიანებს დაღწეულებს და დაღუპულებს რო ეხმარებოდაო, ეგ ოკეი, მაგრამ აიო, ჩვენ რო 5-5000 დავაჯარიმეთო, აი ამათ რო ეხმარება პოლიტიკური საქციელი ჩაიდინო. ანუ აღიარებ, რომ 5000-იანი ჯარიმა პოლიტიკური ნიშნით გააკეთე. შენ ადმინისტრაციული ჯარიმა კი არ მიეცი მას. იმიტომ რომ შენთვის თავარია რომ დაისაჯა ადამიანი, რომელმაც არასწორად ქმედება ჩაიდინა. პოლიტიკური ნიშნით ყავს, ესე იგი გასამართლებული, იმიტომ რომ მასზე დახმარებას შენ თქვი რომ პოლიტიკური დახმარება გაუწია. ანუ პოლიტიკურად დაიჭირე და შენ გინდოდა ამ 5000-ით გაგატეხა, ოჯახი დაგენგრია და იმას ეკრა, ამითი შეგეჩერებინა, სხვანაირად ვერ გააჩერე. და თურმე ამაში ხელი შეგიშალა და პოლიტიკური დაარქვი ამ ყველაფერს. სად ვართ, რა ქვეყანაში და ეს ამერიკელმა როგორ უნდა გაგიправოს, კაცო? ტრამპი კი არა, ვინც კიდე ის რომ მოვიდეს, სულ 2 ცალი პისტოლეტი რო ედოს, რა ქვია და განგსტერის და ის ვერ გაგიправებს ამას. ამას ხო ტვინი უნდა, ამას ხომ დაფიქრება უნდა და შენ რომ ჩაგაყოლებენ ამ ყველაფერში, იმ საწყალ ადამიანებს, რომლებსაც შენი იმედი ქონდათ. შენი იმედი ქონდა იმ ნაწილს, იმ 53%-მა ხმა რომ მოგცა, შენი იმედი აქვს იმისი, რომ შენ კაცო ჭკვიანი ხაცი ხარ. იმის იმედი აქვს, რომ შენ ამერიკელთანაც დაალაგებ. ის კი არა, ადამიანები მეუბნებიან, კიო საშინელი მართლობაო, მაგრამ ბიჭო, მომენტო რა მაგარი კაცია ხო გაზდისო. და ისე ვეუნები, რასაც ეხლა აგერ ტელევიზორში გეუნებოდით იმ ადამიანებთან, ცოცხალ საუბარს ვეუნები. შეგადებენო, შენ გონი ეს მართლობის პრობლემა ამან მოიფიქრა? ასე მართავდნენ მუდმივად. დიქტატორი რო ხარ, შეგიძლია, ჯარი შენია, პოლიცია შენია, სასამართლო შენია. და საერთოდ ერთ დღეს რო გამოგვიცხადოს, რომ მარტო მიმეთი, რა ქვია, კომენდანტის საათის დროს გამოაცხადოს კომენდანტის საათი და გითხრას, მარტოს გარეთ გამოსვლა შეგეძლებათ, იმითი, რა ქვია, თუ გექნებათ ამისი საშვი. და ისე ივლით, სამსახურში ვისაც მინდა გაუშვებ აქ, ვისაც მინდა არ გაუშვებ. რას გადაადგილება მოგინდებათ? დაალაგდებით მწკრივად, სამწკრივად, რა ქვია, ადამიანები და ივლით მარშით. ესეც შეუძლია გააკეთოს. შეძლებთ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. არ მომეწონებით საერთოდ კონცენტრაციულ იმაში, რა ქვია, ბანაკში შეკრიც უყველას. ესეც შეუძლია გააკეთოს. არ გაუკეთებიათ და არ ყოფილა თუ როგორა. არის, მაგრამ მართლობის ესეთი ფორმა გინდათ?
ითქვია კიდევაც ხშირ შემთხვევაში შაყირობთ ლაპარაკობთ ხოლმე დიქტატურა საშინელი ფორმაა იმისი რა ქვია მართლობის, მაგრამ თუ დიქტატორი შენი მეგობარია, შეიძლება სასიამოვნოც კი იყოს ეგამბავი. რამდენი ხართ ესეთი რომ სასიამოვნო იყოს და მე მთავარს გეტყვით. დიქტატურის დროს პირველი პირის გარდა სულ ყველა ეჭვმიტანილია. სულ ყველა ოჯახის წევრებიც კი, იმიტომ რომ პირველ პირს თუ მოუნდა, შეიძლება თავისი შვილის დაჭერაც კი გებრძანოს და გამზადებული უნდა კონდეს მასალები ამისთვის. არა თუ ვიღაცა მინისტრის. ეს დიქტატურის პირდაპირი ფორმა კლასიკაა, ანბანია. ასე რომ თითოეულ თქვენგანს ასევე ნამუშევარი აქვს და ხვალ ვის დაგიჭერენ და რომელზე იტყვიათ რომ დასაჭერია კაციშვილმა არიცით, იმიტომ რომ ეს მარტო პირველი პირი წყვეტს. ეს არის დიქტატურის კლასიკა. და ასე დგას, მე ამას ახალს კი არ ვიგონებ, დაჯექით, წაიკითხეთ, ნახეთ და მიხვდებით. ასე იმართებოდა და ასე იყო. ძველი რომიდან მოყოლებული, რა ვიცი, რომელი საუკუნეც მოგინდებათ, შეხედეთ და ნახავთ. არაფერი ამას, გენიოსია და რა მაგარი რამე გააკეთა. არაფერი, ეს არის ყველაზე მარტივი ფორმა. ყველაზე მარტივი ფორმა, რომელსაც ადამიანი აკეთებს, იმიტომ რომ ადამიანს როცა არ აქვს იმისი შემაკავებელი ფაქტორი, რომ სხვა ადამიანს მოусმინოს და მოწინააღმდეგე ადამიანის მოსმენაა მთავარი. მოწინააღმდეგეს რომ გულისხმიერად მოექცევი, ეგაა მთავარი, თორე აბა ვინ ჩემ გიყვარს და ვინ ჩემ მოგწონს, იმას რომ უსმენ და ის რომ მოგწონს, მაგ გასაგებია. ამას ნებისმიერი პრიმატი აკეთებს, კაცო. აი რომ არ გიყვარს, რომ არ მოგწონს, რომ მისი ხმის გაგონებაც რო არ გინდა, მისი ტანსაცმელი რო არ მოგწონს, ჩაცმის ფორმა არ მოგწონს, სახეზე არ მოგწონს, ტატუ არ მოგწონს, პირსინგი არ მოგწონს, ის რას ლაპარაკობს, იმას უნდა მოусმინო გულისხმიერებით. ეს არის ყველაფერი და ამას როცა ვლაპარაკობ, მე იმას კი არ ვამბობ რაღაცა, მე თვითონ რაც გამიკეთებია იმას ვლაპარაკობ. მეც მქონია, თქვენ გონიათ რა, მე ციდან ჩამოფრენილი ხო არა ვარ. შურის ძიებაზეც მიფიქრია, კაცის მოკვლაზეც მიფიქრია, მე თავს მოვრევი ვარ, თორე მიფიქრია კი რა დამიგეგმი კიდევაც ადამიანი ვარ, იმიტომ რომ იმდენად ჩაურაცხყოფილი ვიყავი, იმდენად მტრად ჩავთვალე, გამივლია ეს. და ამას იმიტომ ვამბობ და იმიტომ გეუბნებით რომ ეხლა მართლაც ის არის დღევანდელ დღეს აგერ მუსლიმებზე გავიხსენეთ და მიულოცე, ხო? და მართლა მინდა კიდევ ერთი ისევე როგორც აი ქრისტეზე არსებობს ხოლმე, ხო? რაღაც გარკვეული ისინი მოგონებებია, აი ზუსტად ესე არის მუხამედზეც. და საინტერესოა რატო გამახსენდა და რატო მოვიყვანე რომ მეც რაც გაკეთებული მაქვს, იმას ვეუბნები. ის რაც ჩემ თავზე გამოცდილი მაქვს და იმას არ ვამბობ მე რომ ეს ესე უნდა იყო და მეც არ გამიკეთებია. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, რა ძნელია რომ ასე იფიქრო, რა ძნელია რომ საკუთარ თავს მოერიო, რა ძნელია შეფასება გააკეთო სხვა ადამიანის, ვინც არ მოგწონს იმისი და მასში დაინახო, იქნებ რამე რაციონალურს ამბობს, ხო? და ასეთი ის არის, რა ქვია, საინტერესო რამე. ეს ის პერიოდია, როდესაც მექადან მედინაში რო წავიდა, ამას ქვია ჰიჯრა, მაგრამ პირიქით როცა მობრუნდა, ანუ უკვე დიდებით შემოვიდა, მედინიდან დაბრუნდა მექაში მუჰამედი და უკვე ჩათვალეთ რომ ესე იგი ღვთის მოციქულია, ხო, ჩამოსული ადამიანები ზღვად მიდიან, ხო, ზოგი ნუგეშის მისაღებად მიდის, ზოგი რჩევისთვის მიდის, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ხო, მიდიან ფაქტურად ღვთის წარმომადგენელ ღვთის მოციქულთან მიდიან და ერთ-ერთი ასეთი იმის დროს დედა მივიდა და უთხრა რომ ესე უდიდესი პატივისცემით, უდიდესი სიყვარულით თხოვნა მაქვს შენთანო და თანო შვილი მყავს ისეთიო და შვილზე უნდა გთხოვო და რა უნდა მთხოვო. შენს გარდა ვერავინ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ერთადერთიო შენი ისე ჯერავსო, ისე უყვარხარო, შენ თუ ეტყვიო, გააკეთებსო და ნუ რა არის ესეთიო და არ იმას ქნაო, მაგრამ ცუდად არისო რა, ხალვა სჭამსო, მოკლედ დღე და ღამეო ხალვა გაშინჯა თუ არო იმის, მე რომ ამას ჭამსო და შეიძლება მოკვდეს კიდევაცო გასივდა, დასუსტდა, ნუ კვდება რა ადამიანიო და ვერაფრით ვერავინ ვერაფერი ვერ გადაუმალაო, რაც არ უნდა გავაკეთო და შენ რო ეტყვიო, ვიციო რომ დაგიჯერებსო და შეხედა მუჰამედმა და კარგიო. ზუსტად ერთი თვის თავზეო, მოდიო და მოიყვანე შენი შვილიცო. მართლაც ესე გააკეთა, ერთი თვის თავზე მივიდნენ შვილთან ერთად. ამან შეხედა და უთხრა, ესეო დედა მომიყვავ შენი ამბავიო, ვიციო, რაც არისო, ხალვის სიყვარულიო. მისი გემო სულ ვიციო რაც არისო, მაგრამ მე ვიციო რომ შენო შეძლებო ამასო. შენ თუ მოინდომებო ეხლაო, აი აქედან გახვალ თუ არაო, საერთოდ გემოც არ გაიხსენო მისიო და შეწყვეტ და აღარ ჭამოო. დამიჯერებ და გააკეთებ ამასო. კიო, მაძლევო პირობასო, კიო. კარგი აბა გადიო და ვიციო რომ ამას არ გააკეთებო. გადიან და დედა მოტრიალდა და კი, მაგრამ ეს ერთი თვე თუ ეს უნდა გეთქვაო, არ შეგეძლო ერთი თვე რაში დაგჭირდაო. მეო თვითონ ისე ძალიან მიყვარს ხალვაო, ფაქტურად ვერ ვიძინებო რომ არ გამესინჯა და არ მეჭამაო, იმიტომ რომ მეც იგივე გრძნობა მაქვს და ზუსტად იმ დღიდანო, დღემდეო არ მეჭამიაო ხალვაო.
მე სიზმრებოდა პირველი ერთი კვირაო, მაგრამ რახან მე შევძელიო, ესე იგი ადამიანს ეს შეუძლიაო და ამიტომ გააკეთეო რა ეგო. ამას რატო მოვყევით და რატო ამბობს? ამას რასაც გეუბნებით, თითოეულ თქვენგანსაც თავისუფლად შეუძლია ის ადამიანები, ვინც არ მოგწონთ, ოღონდ გაიგეთ, მოისმინეთ. ის ადამიანები, რომლებიც კიდე გეუბნებით, განსხვავებული ხედვები გვაქვს, განსხვავებული გვაქვს ბევრი რამე, მაგრამ რაღაცაში საერთოს რო ვპოულობთ, რომ ეს კაცი და თავისი მთავრობით რაღაცას კარგად ვერ აკეთებს და ვიღუპებით, ამაში სულ განსხვავებული რო იყოს, სულ ცუდი რო იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? ამაში ერთი აზრი გვაქვს. ფეხბურთს როდესაც უყურებთ და ჩვენი გუნდი როცა თამაშობს, ხო, საქართველოს ნაკრები. ან მოგწონს, ან არ მოგწონს ეს მე არ ვავალდებულებ, ვინმეს რომ გინდა თუ არა გულშემატკივარი იყოს, მაგრამ ვინც არის გულშემატკივარი? ჩვენ ერთმანეთს ხო არ იმავშვებით, როდესაც სტადიონზე ვართ და იმავშვებით გულშემატკივრობთ, რომ შენ რომელ პარტიას აძლევ ხმას, აბა ამაზე როგორი აზრი გაქვს, აბა ეს შენი შეხედულება ესეთ, იქ ხო ყველანი ფიქრობთ, რომ ჩვენმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. იგივე სიტუაცია, როდესაც რაღაცაა გასაკეთებელი. როგორც კი ამას დაინახავს ნებისმიერი ხელისუფალი, ეხლანდელი, ამის მერე რო იქნება, ამის მერეს მერე რომ იქნება, რომ ადამიანები ერთიანდებიან მიუხედავად იმისა, როგორი ხედვები აქვთ, როგორი ფასეულობები აქვთ, როგორი შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხთან და თუნდაც ჩემთან მიმართებაში. როგორც კი ისინი ერთიანდებიან ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომ ეს გასაკეთებელი და ერთად დგებიან, ამას თუ მე ყურადღება არ მივაქცე, ყოფა მაქვს ნატირები. იმ წუთშივე ხდება აი ის რაც ისთვისაც არჩეული არიან. ანუ ხალხის წყარო და ხალხის ძალა სწორედ ამაში ჩანს და მაშინვე ხდება ნებისმიერი ხელისუფალი. და ამაში არის იმ დემოკრატიის სიძლიერე სწორედ. ამაშია სწორედ ის, რასაც აი იმ დასავლურ იმაზე ვლაპარაკობდით ცივილიზაციაზე. როდესაც განსხვავებული ტიპის ადამიანები, განსხვავებული ხედვის, განსხვავებული რამით ყველაფრით არ მომწონს თქო გეუბნები, მე რო არ მომწონს ისე უნდა თქვენ იმდენი კიდე რა იცით, მე რაც კიდე რაღაცებს ჩახედული ვარ, ძალიან ბევრი სასწრაფო მოქმედებებში პოლიტიკოსების მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ის რაც მათ გაუკეთებიათ, მოგონებებით და იმით კი არა, მოგონილით კი არა, რაც მინახია და ვიცი. მაგრამ არის საკითხები, როდესაც რაღაცაში ისინი მართლები არიან. არის საკითხი, როდესაც იქ ერთად დგომაა საჭირო. იმისათვის კი არა, რომ ვიღაცა დავსაჯოთ, არა, იმისთვის რომ ვიღაცამ გაიგოს, ვიღაცამ მიხვდეს, რომ ასე მართვა აღარ შეიძლება. და ეს უნდა მიხვდეს ამას და თუ ამას არ მიხვდება, მიახვედრებენ, ოღონდ ტკივნეულად მიახვედრებენ. ჩვენს გარეშე მიახვედრებენ ამას. ჩვენ ეს პრობლემები გვჭირდა სულ. ჩვენ ეს პრობლემები გვჭირდა ყველა ხელისუფლების დროს ფაქტიურად. როდესაც ვერ ვახერხებდით ჩვენივე ხელისუფალს, ვინ ჩვენ მოგწონს, ვისაც მხარი დაუჭირეთ, ვინც მიგვაჩნია სხვაზე უკეთესია, მას როგორ ვაგრძნობინოთ ის, რომ შეცდომას ჩადის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვაგვარად კიდევ მაშინ სხვები ერებიან და იმის არ იყოს სუვერენიტეტი დავიცვათ ჩვენი და მელაპარაკებით რაზე. 40%-ზე ეს ხელისუფალი ამბობს, რომ აგენტია და თქვენ წყლებით. და ვისი აგენტია? სოფლიო ეკონომიკაში ვინც ყველაზე მაგრები არიან, ყველაზე მაგარი შეიარაღება აქვთ და მათთან დაპირისპირება რუს და იმას რა ქვია დასავლეთს რომ არ უნდა, იმიტომ რომ ორივე მიწის ისე დააზიანებენ ერთმანეთს, რომ შეიძლება მითი რა ქვია დედამიწისთვის იყოს რა ქვია კატასტროფა, ხო მიყენებული. ამის ერთ მხარეს რომ აგენტს დაუძახებ, კაცო ის მაინც თქვი რომ არ ვეთანხმები, ის მაინც თქვი რომ ისინი არასწორები არიან. არა, აგენტები არიან იმათიო. და აქეთ ამ ხარესთან როჯდები ესენი რა ქვია ისინი არიან მეგობრები არიან და ჩაგიხუტებენ თუ როგორაა. იმათ თავიანთ ინტერესები არა აქვთ. თავიანთ სახელმწიფოს ინტერესი უფრო მაღლა არ უდგას ვიდრე შენი. ან უკეთეს შემთხვევაში ისინი უნდა მიხვდნენ იმას, რომ ჩვენ მათი კარგი მეგობრები ვართ და ამიტომ ყველაფერი კარგი უნდა გავიკეთონ ჩვენ. და თავის ქვეყნის ინტერესთან დაალაგებს. თქვენ ნახეთ რომ აფხაზეთში აქამდე სამამტყოფოც არ ქონდა აშენებული. სამამტყოფოების შენება დაიწყო. ინფრასტრუქტურაზე გადაერთო ეხლა. რატომ ამას არ ფიქრობთ და რატო ხდება ეს ყველაფერი? ამ რუსეთთან, რუსეთთან იქნება თუ ჩინეთთან იქნება თუ მთელ აღმოსავლეთ რამე გვაქვს დალაგებული, ვიცით რა როგორ უნდა იყოს? თუ იმედადა ვართ ჭკვიანი კაცის, რომელმა ჭკვიანმა კაცმაც ამ მდგომარეობაში უნდა შეგვიყვანა უკვე. და გითხარით კიდევაც, როგორ უნდა ვინ უნდა დაელაპარაკოს? და ვის უნდა დაელაპარაკოს? რა ქვია სახელი? სახელმწიფოს მეთაური ქვია? არა და ხო ყველამ ვიცით. იმათმა არიციან, ხო? იმის დაზვერვა, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა უკრაინაში ზვერავს, სად როგორ რა გადაადგილდება. და როგორც კი გააჩერა დაზვერვა, აატყდა ერთი ამბავი, სოფლიო ეუნებათ ერთი თუძმახარ უნდა უყუპავ ცოდვები არიან უკრაინელები. იმათ თევს თულიან წყალში და აქ არიციან, თურმე რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ძალიან კარგად ხო იციან ყველაფერი. და მაკრონი რო ელაპარაკა ამას რას ნიშნავს? მის ანუ პირველი პირი არის ის ადამიანი, რომელი ადამიანის არ არის პირველი პირი სინამდვილეში.
და იმას რა ქვია გითხარით კიდევაც მადლობა გადაუხადე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, იმიტომ რომ პირველი პირების გასარკვევის საკითხი იყო და ამიტომ არაფორმალურ გარემოში შეხვდა. აბა მის თანაშემწეებს ხوار დაელაპარაკებოდა კაცო. მე ის თანაშემწეებს სახელები რაც გინდა დაარქვი რა, თვითონ რასაც მინდა დავარქმევო. ზოგს ჰაბიტუსით არჩევს, ზოგს რაღაცა მოეწონა მისი ეს ერთ მტერი კი არა ვარ ამას ვლაპარაკობ. მოყვარე ვარ და იმიტომ ვეუბნებით, ისინიც ხედავენ ამას. და თუთული იმას რომ ისინიც ხომ ეგრე არიან, ასე მართავენ, აბა რაში გინდა პუტინი აიღე, გინდა არ მართავენ ეგრე. არ მართავენ, იმიტომ რომ ამბობენ დილის იმიდან რო დგებიან, ადრე შუაღამემდე მუშაობენ 6 საათი მძინავს, ერთი ამბობს მეორეც აქვია ამ მდგომარეობაშია. და შენ წამოწოლილი ხარ და ეძახი, მოდი აქ ერთი ბიჭო რა გითხრა იმან, ეს ახლა წახვალ ამას ეთყვი. და ისინი ამას აიტანენ, კაცო. ეს მართლობა გვაქვს. და ამაზე ვიფიქროთ და გავაგებინოთ, ვიღაცამ უთხარით, კაცო, ახლობელი არ აღავს იმ კაცს. ოჯახის წევრებს ავთხოვი, გააგებინეთ, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და მისი რთული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაზეც გადმოვა. და რთულ მდგომარეობაში ვიქნებით მე ყველანი. როგორც იქნა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე რაღაც კრიზისული მდგომარეობა ეკონომიკაში, თურმე 11%-იანი რა ქვია ზდაგვაქვს და მაგრები ვართ, გავიგე. იმ ციფრებს რო თვლიან და ამ ციფრებზე კიდე ცალკე შეიძლება დავждეთ და ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ფრუსტრაციაა ყველაფერი. მარტივად შეიძლება ამას აგიხსნათ დავждეთ ერთხელ და არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია და დიდი ეს ეკონომისტობა. $100 როგორ შეიძლება გადააქციოთ თვითონ იმაში ბრუნვაში, რომ ის 100%-იანი მოგებით, უკვე ის ერთი $100 თქვენს ხელში რომ მოხვდა და თქვენ რო გადახდები დაიწყეთ. ხო, ბანკის ვალის გადახდა დაიწყეთ, საშემოსავლოს გადახდა დაიწყეთ, იმისი რა ქვია, მოგების გადასახადის ის დაიწყეთ. აი, აქაც კი ნახავთ, რა ქვია, როგორ კეთდება ფული და HR-ზე როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. და ეს ყველაფერი კარგად იციან მათ. და დღე-დღეზე გასკდება ეს ყველაფერი. ცუდ დღეში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ ჩვენ ეკონომიკა არ აგვაქვს, იქ ვიღაცას ეკონომიკები ჩამოენგრა. ჩვენ რა ჩამოგვენგრევა, რაც არ აგვაქვს. საერთოდ არ აგვაქვს ეკონომიკა, როგორც ეგეთი არ აგვაქვს, რომელ ეკონომიკურ ზრდაზე მელაპარაკებით. ვაჭრობაზე დგას ეს ყველაფერი, მეც სხვა არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. გატანა, გამოტანა ვაჭრობა, რომელსაც გარკვეული მონოპოლიები იღებენ ხელში ამ ყველაფერს და დანარჩენი ძარცვაა ხალხის. ეს გვაქვს, ამაზე გვაქვს სალაპარაკო. ამაზე გვაქვს ერთად დასადგომი და ამაზე ვიფიქროთ და თუ ამას მოწინააღმდეგე მტერი, ჩვენი მტერი როა თუ იგივეს ამბობს და თუ იგივეში რაღაცა ერთი ემთხვევა, იქ მოვძებნოთ რა საერთო და მე გავიყოთ რა ჩვეულებრივად რა. მე სხვადასხვა აზრი და ვცადოთ ამის გაკეთება. მოდის ამის დრო. აპრილის მისი შუა რიცხვები აპრილის ბოლომდე გვაქვს ვადა, რომ მანამდე ხელისუფლებას მიცეს ვადა. ძალიან მოთმინებიანი ტიპები არიან. ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ბანდიტებიც არიან და ძალიან ისეთები აქვთ მათ გაკეთებული, მათ რა ქვია, სულ რაღაც 100 წლის წინ რას ლაპარაკობთ, ისეთ საქმეები აქვთ ჩადენილი და მათი შთამომავლები არიან. მათი წარმომადგენლები არიან იმ ქვეყნების, ხო? მაგრამ მოთმინება აქვთ, ცივილიზებულები არიან და გვითმენენ კიდე და ვადა გვაქვს მოცემული. აი იმ ვადის მე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და გაბრექვა რომ ჩვენ თორმე სუვერენულები ვართ და რამაგრები ვართ, ვის ვეჭიდავებით, ხო, იმასთან რა ქვია, კამეჩთან იმასო რა ქვია, მოჭიდავე იმასო, რქები, ხარიც არა ვართ, კაცო. კამეჩთან ჭიდაობა გვინდა, არ ვიცი რა ქვია, ბაყაყიოს დონეზე დაგაბიჯებენ და გაგჭყლიტავენ. გინდა ერთი მხარე და გინდა არც ერთ შენ მეგობარი არ არის. არც ერთი და არავინ არ აკვავს. იმიტომ ამ საქმეში მეგობარი არ არსებობს. აქ ყველა თავის თავს მიხედავს. ყველა სახელმწიფო, ყველა მიხედავს ისეთი დრო დგება, ყველა თავის თავს მიხედავს. და ჩვენ რა დღეში ვიქნებით, ამაზე გვაქვს საფიქრალი და რა კარტებით ვჯდებით სალაპარაკოთ, ვინ გვიზის სალაპარაკოთ, რა ხელისუფლება გვყავს, რა ოპოზიცია გვყავს, შეხედეთ ამას. და რას ველოდებით მე? და აქ ერთმანეთს ვჭამთ რაღაცეებზე და აგერ ქალბატონი რეკავდა დაქცეული ამ დროს საქმეა საქართველო. დაქცეული ყველა მიმართულები დაქცეულები ვართ. ყველა მიმართული ყველა ოჯახში ტრაგედია. კარგად ბრძანდებოდით, ღმერთმა გიშველოთ სულ ყველას და ჩვენ თავსაც ჩვენ თვითონ უნდა უშველოთ, თორე ისე მარტო ღმერთი ვერ გვიშველის თუ ჩვენც არ გავინძერით და ჩვენც არ მოვინდობეთ, რომ ჩვენ თავს უშველოთ და ჩვენს თუნდაც მტრებს, იმ ქრისტიანობაზე რო თავსავდეთ, იმ მოწინააღმდეგეებს თუ არ შევხედეთ ისე, რომ როგორც მოყვას, აბა ვინც გვიყვარს, იმას კი ვუყურებთ ესე. და მე იქაც ბევრი რამე გვეშლება, იმიტომ რომ იქაც არასწორად ვიქცევით, ვინც გვიყვარს იმათთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ თან სიყვარულით ვღუპავთ ხოლმე ხანდახან. მოწინააღმდეგეებს შევხედოთ, როგორც მოყვას ისე. ღმერთი დალოცული ყოფილიყავით სულ ყველა. კარგად ბრძანდებოდით.